ნებისმიერ ლამბარდგუშიან თოფებში ქარხანა დამამზადებელი აი ამ ცილინდრში დებს საკონსერვაციო ლუბრიკატს. გასროლის მერე ხდება დიზელირების ეფექტი. დიზელირების ეფექტი არის, როდესაც იკუმშება სივრცე და იქ არის აუტო პროდუქტი ხდება აფეთქება. იგივე პრინციპით მუშაობს დიზელის ტრავები. იცით თქვენ რომ დიზელის ტრავს არ გააჩნია ეგრეთ წოდებული აალების სანთელი, იქ ხდება აფეთქება წნევის შედეგად, რომელიც ცილინდრებს ამუშავებს. იგივე პრინციპი ხდება ზამბარდგუშიან პნევმატიკაში, როდესაც შიგთავსი არ არის გამოწმენდილი ეგრეთ წოდებული ტაოტებისაგან. რეკონსერვაციის შედეგად ცილდება ტაოტები და ბოთლები. ლამბარდგუშიან თოფებში აუცილებელი არის დეკონსერვაცია იმის გამო, რომ არ მოხდეს გასროლის შედეგად აალება ცილინდრში, ამ ეგრეთ წოდებული დიზელირება. თუ მოხდა აალება და დიზელირება, პირველ რიგში გააფუჭებს მანჟეტს, რომელიც ქმრის კომპრესიას გასროლის მომენტში და იმედესაც აღარ იქნება წინაღობა. შემდეგ გაფუჭდება ნიტროპისტონი, ან ხვეული ზამბარაც რომ მიდოს, ეგეც გამოვა წყობიდან, ან გაწყდება, ან მალე დაჯდება. გასროლის შედეგად ხდება ინერცია ნულის მიმართულებით. დიზელირების შედეგად ხდება უკუ გასროლა მთლიანი პორშინის. დაზიანებული მანჟეტით როცა ხდება ზამბარდგუშიანის დასროლა, წინ არ ხდება წინაღობა არანაირი ხარის პალიში და შედეგად მთელი ინერციით ეჯახება პედელს და აი ეგ ინერცია კლავს მერე კონდახის დასამაგრებელ ჭანჭიკებს, ეხავს ან კონდახს ეხავს და პლიანი თოფი გამოდის წყობილებიდან. ასე რომ ზამბარდგუშიანის შემთხვევაში აუცილებელი არის დეკონსერვაცია ჩაუხაროთ პლიან თოფს.